მონაწილეობისთვის. ბატონიკა, მინდა მოგესალმებით, მადლობა პირიქით ყურადღებით. მინდა რომ დავიწყოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებით. შეერთებული შტატების შემდეგ ევროკავშირი გაყინული 30 მილიონიანი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც შეაჩერა შეერთებულმა შტატებმა და დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ნატოს წევრი ქვეყანაც იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო თანამშრომლობის პროექტის შეჩერებასთან მიმართებაში. პროცესები, რომელიც საქართველოსთან ვითარდება და რომელიც მოწვეულია საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების გამო. ცოტა ხნის წინ ვუსმენდით მართველი პარტიის ლიდერების პასუხებს, რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ თავდასხმა დასავლელი პარტნიორების მისამართით. როდესაც აი ამას ერთობლიობაში უყურებთ და ხედავთ, რა განცდა გიჩნდებათ და რა მოლოდინი, საით მიდის ქვეყანა და რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორი ჩვენთან მიმართებაში გადადგამს. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის, ინტერესისთვის მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. იცით რა, ის რაზეც ახლა თქვენ მე კითხვას მისვამთ, ეს ხომ სიახლე არ არის და ასეთი დამოკიდებულება ოლიგარქიული რეჟიმის მიმართ გაგრძელდება და საერთაშორისო იზოლაციაში ქართული ოცნება უკვე არის და ეს გაღრმავდება. აქ არაფერი ახალი არ არის. ეს დამოკიდებულება არის ცხადზე უცხადესი, ქართული ოცნება არის ადგილობრივი ქართულ საზოგადოების მხრიდან, დიდი ნაწილის მხრიდან იზოლაციაში, მან თავად ჩაიგდო ასეთ მდგომარეობაში და საერთაშორისო საზოგადოება მით უმეტეს არის აბსოლუტურად იგნორირებული ქართული ოცნების მხრიდან და შესაბამისი დამოკიდებულება გამოამჟღავნა საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ დახმარების ხელი, პარტნიორობის ხელი, კომაგობის ხელი გაუწოდეს ქართულ ხალხს, მაგრამ ქართული ოცნება არის იზოლაციაში. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის იქნება ეს დახმარება, იქნება ეს თანამშრომლობა და ამაზე გაკეთებულა ბევრი განცხადება, ელემენტარულად პოლიტიკური ურთიერთობების შეზღუდვაზეც კი გაკეთებულა, ხო, რამდენიმე დღის წინ განცხადებულა. აქ სიახლე არაფერი არ არის. ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და ქართული სახელმწიფოს ევროპულ განვითარების გზაზე დაბრუნების ერთადერთი გამოსავალია და ეს ერთადერთი გამოსავალი არის, რა თქმა უნდა, რეალიზებადი და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს 4 თვეში. ქართულმა ხალხმა უნდა გააკეთოს თავისი არჩევანი და ხელისუფლება, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს გავს და თავისი კორუფციული და არანაკლებ დიდი დეფექტია ამ ხელისუფლების კორუფცია, ვიდრე ასევე პრორუსული განწყობები მათი არის დასამარცხებელი. მე პირდაპირ გეტყვით, არ მიკვის და არ გამიკვირდება. სამკვირაშიც იქნება მსგავსი კითხვები ჟურნალისტების მხრიდან, 2 თვეშიც იქნება და საზოგადოებაც ამას უყურებს ისպես როგორც უკვე ნორმას ხდება და ქართულ ოცნებას უყურებს უკვე როგორც ხელისუფლებას, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის ცდილობით არის დაკავებული, მასასადამი რა არის გამოსავალი ის, რომ ქართულმა ხალხმა ქართული ოცნება დაამარცხოს არჩევნებზე. არჩევნებზე გადის ცვლილებები. ქართული ხალხის არჩევანზე გადის და ამიტომაც დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საზოგადოებას ვაცნობთ ამ გადაწყვეტილების შესახებ და ჩამოყალიბდა და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო მსხვილი საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იქნება ალტერნატივა მჯერა ქართული ოცნებისა. და აი ესა გვაქვს ახლა საკეთებელი. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს ყოველს გადასადგმელი, გადავდგით ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიკისრეთ და გადავდგით ევროპულ გზაზე დასაბრუნებელი გეგმის ნაწილი არის პოლიტიკური ცენტრების ოპოზიციაში შექმნა, საზოგადოების დაკვეთაც არის. ჩვენ დღეს ეს პასუხისმგებლობა ვიკისრეთ, წარმატებებს უსურვებს სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს, პარტია გირჩმა დროამ და ახალმა მიაღწიეს შეთანხმებას და ვიწყებთ ახალ მთავარს. შედგეს ერთობა
ქართულ საზოგადოებასა და ამ შემთხვევაში ამ საარჩევნო სუბიექტს შორის, რომ ქართული ოცნება დამარცხდეს. ქართული ოცნების დამარცხება პირდაპირ პროპორციულად არის დაკავშირებული ამ ქვეყნის განვითარებასთან. სულ რომ არ გაქცეოდა თვალი მაკა ქართულ ოცნებას რუსეთისკენ, სულ რომ არც კორუფციულ ჭაობში იყოს ჩაფლული ქართული ოცნება ივანიშვილისგან დაწყებული, ყალაზით გაგრძელებული და სხვაებით დამთავრებული 12 წელიწადი, როდესაც ხელისუფლებაში ხარ, იქ განვითარების იმპულსი ვეღარ განვითარდება, იქ პროგრესი უბრალოდ გარდაიცვლება. სულ რომ არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ ხელისუფლებაში, ქართულ ოცნებაში 12 წელიწადი ერთ ადგილზე ყოფნა გამორიცხავს წარმატებას, როდესაც აი ელემენტარულად არათუ საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ არა ქვეყნის ინტერესზე, როდესაც არის საუბარი სახელმწიფოს განვითარებაზე, ელემენტარულად მობილური ტელეფონი, აი ეს iPhone, როდესაც გამოუშვებს კომპანია iPhone-ის მოდელს 10, ის მუშაობს უკვე მე-11 მოდელზე. როდესაც მე-11-ს გამოუშვებს, მეტრო მუდმივ განვითარების მორევში არის და სპირალში არის. და ასე ვითარდება კერძო სექტორის, ბიზნესის და მით უმეტეს სახელმწიფოს. ეს ადამიანები თუ კი რამეს განასახიერებენ ქართულ ოცნებაში, განასახიერებენ კორუფციას და იქცენ განსახიერებად კორუფციისა. კორპუსი არ შენდება და არ შენდება სათავჯენი თბილისში, დედაქალაქში, სადაც პირდაპირ არ მიყვარს ასე ჰაერზე ბრალდებების სულა, მაგრამ დადასტურებულია, სადაც წილი არ ხვდეს უბრალოდ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ამ სათავჯენებში, ხო? და საუბარი ზედმეტია უკვე ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფით და მასზე მისთვის ზურგის შექცევით საგარეო ისტორიული პოლიტიკური კურსის ცვლილების მცდელობა. ამიტომ ქართველი ხალხის ახლა ერთადერთი ამოცანა არის ჩვენთან ერთად და ჩვენი მათთან ერთად 26 ოქტომბერს ვიყოთ მზად ცვლილებებისთვის, ვიყოთ მზად გამარჯვებისთვის. აი ეს მზაობა როგორ მზადდება მნიშვნელოვანი ამოცანა. აი ეს მზაობა როგორი იქნება? გასაგებია პოლიტიკური ცენტრების შექმნა, თქვენ ახსენეთ, რომ ეს იყო საზოგადოების დაკვეთა, იყო წინასწარი კვლევებით, მოლაპარაკებებსაც დიდი ხნის განმავლობაში ვსვამდით კითხვებს რა ეტაპზე იყო, დღეს და გუშინ გამოიკვეთა, ვინსად იქნება ასე თუ ისე, რა კონფიგურაციით იქნება პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე, რა კონფიგურაციით იქნებიან. თუმცა ეხლა მთავარია ბრძოლის მეთოდები, რომელსაც მიმართავენ ოპოზიციური პარტიები. რა გზით წავა ეს გაერთიანება, რომელიც დღეს წარდგა საზოგადოების და ამომრჩევლის წინაშე? მე მიხარია რომ დღეს გასაგებია ეს ინტერესი მაქსიმუმ ხვალ და ზეგიდან კითხვები ძვირფასი არის ჟურნალისტებისგან, აშვებით ვინ ვისთან ჯგუფდება, რა კონფიგურაციით წარსდგებთ, ეს კითხვები იქნება მოხსნილი და ვისაუბრებთ უკვე სხვა საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. მე მიუხედავად იმისა, რომ ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვადასხვა ინტენსივობით ბოლო პერიოდში, არ ჩანდი საჯარო სივრცეში და ვიყავი რამდენიმე მსხვილ ქალაქში დღეების განმავლობაში და დავწმუნდი, რომ საზოგადოებას ხშირად ის საკითხები, ის მოკლედ პრობლემა, რომელიც შესაძლებელია პოლიტიკური კლასის ნაწილს მიეჩნდეს პრობლემად, ნამდვილად არ მიაჩნია პირველი ხარისხის პრობლემად. ქართულ ხალხთან ერთობის დამყარება არის დიახაც ეხლა ჩვენი ამოცანა. ჩვენი პირადი ამ სუბიექტში შემავალი პარტიების ამოცანა ჩემი პირადი იყო და ეს დავალული არ იყო ეს პოზიცია, რომ ოპოზიციად გაწყობილ ამორჩევას, რომელიც არის გაცილებით მეტი ვიდრე ხელისუფლების სასარგებლოდ გაწყობილი ამორჩეველი, ქონოდა ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ერთი მხრივ უნდა შეგვეთავაზებია არჩევანის მრავალფეროვნება და მეორე მხრივ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებია იმისათვის, რომ ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო და აი ამ ამოცანას მე ვფიქრობ დღეს ჩვენ დიდწილად უპასუხეთ და ეს ერთობა, გირჩი დროა, პარტია ახალის ჯერა თავდაბლობის გარეშე ვიტყვი და არავინ არ ჩათვალოს გადაჭარბებულად ნათქვამად, მე მჯერა რომ არჩევნებამდე ეს პლატფორმა გახდება თავარი დიახაც ანგარიშგასაწევი ოპოზიციური ძალა ქართული ოცნებისთვის და სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებიც ჩამოყალიბდებიან სხვადასხვა პლატფორმებზე, ჯამურად
დიახაც ქართულ ხალხთან ეს პოლიტიკური პარტიები იზეიმებენ გამარჯვებას, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა უმნიშვნელოვანესი. უმნიშვნელოვანესია ასევე ბევრისთვის ამ ქვეყანაში ცვლილებების შემდეგ რა ხდება. იცით, ის რომ ქართული ოცნება არ არის სასურველი დიდი ნაწილისთვის, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი უკვე შემდგარი ფაქტი, მაგრამ საზოგადოების არც თუ ის უმნიშვნელო ნაწილს აინტერესებს, რა იქნება ამის შემდეგ და აი ამაზე უნდა მოგვეცეს ჩვენ შესაძლებლობა საუბრისა და ამას ვიზამ და არა უბრალოდ მხოლოდ ტელეეთერებში. ბუნებრივი ადგილებზე ნიჰილიზმის ხარისხი არც თუ ისე დაბალია საზოგადოებაში, რაზეც მუშაობს ქართული ოცნება, რომ დაარწმუნოს საზოგადოების ოპოზიციოდ განწყობილი მცირე ნაწილიც თუნდაც, რომ ცვლილებები აქ ვერ მოხდება, იმიტომ რომ ივანიშვილს აქვს ბევრი ფული. მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა მტკნარი სიცრუე, ეს არ შეესაბამება რეობას. ქართული ოცნება დღეს არის პოზიციურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში და ის ცდილობს საზოგადოებაში გააღვიოს ნიჰილიზმი. საპირისპირო უნდა აკეთოს ქართულმა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა ძალებმა. და მიხარია რომ დღეს 4 ოპოზიციური პარტია, უბრალოდ 3 ოპოზიციური პარტია დღეს გაერთიანდა საარჩევნოდ ერთ საარჩევნო სუბიექტში ვიქნებით ჩვენ წარმოდგენილნი და მე მჯერა რომ არჩევნებად ეს სუბიექტი გადაიქცევა მართლაც გადაწარმების კიდევ ერთ გარეშე თავარ ოპოზიციურ პლატფორმად და ამის შემდეგ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კოალიციაში ითამაშეს მნიშვნელოვან როლს, რომ ქვეყანა განვითარდეს, დასავლურად განვითარდეს დემოკრატიულად მასაჯულებაში. მთელი რიგი პრობლემები 10 წლების განმავლობაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა სხვა პარტიებთან ერთად გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამ სუბიექტში მთავარი მამოძრავებელი ძალა იყოს ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის ინტერესს ავსახავდეთ და ეს პლატფორმა იქნება გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ანგარიშვალდებული იქნება ქართველ ამ მომრჩეველთან. და მიხარია რომ ეს არც თუ ისე ადვილი გადაწყვეტილება ყველა პარტიისთვის, ვინც ამ სუბიექტში იქნება გაერთიანებული, იქნა მიღებული. თქვენ ახსენეთ რომ ამ მომრჩეველს მაგრამ მაინც თქვენ ახსენეთ რომ ამ მომრჩეველს კიდევ უფრო მეტი დეტალი აინტერესებს, განსაკუთრებით ის რა იქნება არჩევნების შემდეგ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში და რას დაპირდება ოპოზიცია, როგორ იმოქმედებს იმ პრობლემების მოსაგვარებლად. თუმცა არჩევნებამდეც ამ მომრჩეველს ალბათ დამეთანხმებით რომ აინტერესებს ვის განიხილავს და ვის მოიაზრებს ოპოზიციური სუბიექტი ხელმძღვანელ პირად, მაგალითად დღეს კითხვები ისმოდა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებითაც. უკვე ყავს ამ ერთობას შერჩეული ადამიანი, ვისაც მოიაზრებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, გაიჟღერა გილაურის გვარმაც, რომელზეც გვარამი ამთქვა, რომ ჯერ მისგან პასუხი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს? კი, არ ვიცი, თქვენი ტელეკომპანიის წარმომადგენელმა ეს კითხვა დიახაც დასვა. ზუსტად იმ სივრცეში ოთახში საიდანაც მე ახლა გერთვებით, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ოპოზიციას ხელმძღვანელი პირი ვერ ეყოლება. ოპოზიციას არ გულისხმობ, მთავრობის მეთაურ პირს გულისხმობ, რომლითაც უნდა დაკომპლექტდეს შემდეგ მთავრობა. ჩვენი გიპასუხეთ, ჩვენი ამოცანა არის და ყველაფერს გავაკეთეთ ამისთვის და ეს ასე იქნება და შეუმჩნეველი ქართული ხალხისთვის არ დარჩება. ქართველი ხალხი უნდა გახდეს ამ სახელმწიფოს ბატონ პატრონი და მთავარი მამოძრავებელი ღერძი და ბუნებრივია პარტია ახალის პარტია გირჩი დროას ამოცანაც ეს იქნება ხალხის ინტერესი, მრავალფეროვანი განსხვავებული ქართული ხალხის ინტერესი ასახოს ამ პოლიტიკურ პლატფორმაზე. თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი. შესაძლებელია ჩვენ გქონდეს ჩვენი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით ნიკას, მე, ელენეს, ზურას და სხვაებს კიდევ მომავალში, თუმცა რაც შემიძლია ვთქვა და დღეს ნიკამ ამ პრესკონფერენციის შემდეგ თქვენ ტელეკომპანიის ჟურნალისტს უპასუხა კონკრეტულ გვართან დაკავშირებით, მეც ვიცნობ ამ ადამიანს, მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა მის მიმართ, მიმაჩნია რომ ეს ადამიანი არის ნამდვილად პროფესიონალი, კვალიფიციური მოქალაქე, რომელსაც ბევრი გაუკეთებია ამ სახელმწიფოსთვის. მე ვისურვებდი არა მხოლოდ ახლა, არავით 4 წლის წინათაც ვისურვებდი. უბრალოდ მე გიქეთ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმება არ არის. გავიგე, თუმცა შეთანხმებამდე არის მოლაპარაკებები, ხომ ასეა? არა.
საზოგადოებას აინტერესებს იცით რა, მაგალითად კასპიის რაიონში 24 საათი ის არ აინტერესებს ვინ ვისთან ერთიანდება. კასპიის რაიონში ახლა მაგალითად რატო ვამბობ საზოგადოებას კასპიის რაიონშიც მათ შორის აინტერესებს ვინ ხელმძღვანელობს ქვეყანას. ისიც აინტერესებს. ანუ სია გასაგებია, თუმცა მთავრობას დიახაც ისეც დავასრულებ თუ შეიძლება. საზოგადოებას ისიც აინტერესებს და ამის შესაძლებლობა ჩვენ მოგვეცემა, რა თქმა უნდა. და სადაც არ მოგვეცემა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხამდე ჩვენი პოზიცია იყოს მიტანილი. ხო, აი მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღის ვიყავით კავშირში 2024 წელია. სასმელი წყლისა და სარწყავი წყლის პრობლემა არის. გრაფიკით არის. დღის განმავლობაში 4 დღეა, 4 საათია მხოლოდ წყალი. დიახაც, რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა იყოს მომავალი მთავრობის წარმომადგენელი, მათ შორის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი საკითხებთან ერთად ადგილობრივი პრობლემებითაც უნდა დაკავდეს და პარტია ახალი დროა გირჩი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და ჩვენი პოზიცია მექნება. რა თქმა უნდა და ამოვდივართ იმ სულისკვეთებიდან და ამოვათ, რომელიც იყო გაწერილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქარტიაში. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქარტიაში წერია, ვიღაცა ვეთანხმებით, არ ვეთანხმებით, რომ მომავალი მთავრობის დიდი ნაწილი დაკომპლექტებული გარდამავალ ეტაპზე უნდა იყოს პროფესიონალი კვალიფიციური კადრებით. ჩვენ მიგვაჩნია ნიკასაც მეც და ვიფიქრობ ზურასაც და დროასაც ამაზე ბევრი ჩვენ ჯერ არ გვისაუბრია, რომ ნებისმიერი პირი იქნება ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან და პოლიტიკური კრიზისიდან. კი ბატონო, ბატონიკო, სანამ დაგემშვიდობებით, მოკლედ მიპასუხეთ. კი ბატონო, სანამ დაგემშვიდობებით, მინდა რომ მოკლედ მიპასუხოთ, იმიტომ რომ უკვე მესამედ გეკითხებით. როდესაც ამბობთ, რომ შეთანხმება არ არის მიღწეული, ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ნიკა გილაურთან მიმდინარეობს? არა, ჩემო მაკა, ეს არ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები? ძალიან მიკვირს. არა, არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ადამიანს ჩვენ ვიცნობთ, წლების განმავლობაშია მე პირადად ვიცნობ, თუმცა თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირებით, პირველ რიგში ეს ადამიანი უნდა იყოს ამაზე თანახმა, ხო? გავიგე, მაგრამ ხომ უნდა გკითხოთ, კითხეთ ნიკა გილაურს. თანახმა რომ იყოს პასუხი მოხარული ვიქნები, პირდაპირ გეუბნებით, მაკა, მოხარული ვიქნები, თუ ასეთი ადამიანები კერძო სექტორიდან, სადაც ისინი წარმატებას აღწევენ წლების განმავლობაში, გადმოინაცვლებენ პოლიტიკურ ბრძოლის ველზე, მხოლოდ გამიხარდება და მადლობა ღმერთს, ბევრი ასეთი ადამიანი მიმოფანტული მთელი ევროპის კონტინენტის და არა მხოლოდ ევროპის კონტინენტის ფარგლებში. ბაზუსტე ბატონიკა, ნიკა გილაურთან მოლაპარაკებები არ ყოფილა და შეხვედრა თქვენ მასთან არ გქონიათ? დიახ, იმიტომ რომ ვერ გავიგე ზუსტი პასუხი. არ გქონიათ შეხვედრა? არა, შეხვედრა როგორ არ გქონია, ვიცნობ ადამიანს წლების განმავლობაში. შემთხვევით შეხვედრას არა, საკითხის განსახილველად წლების განმავლობაში. არა, მაკა, როდესაც ჩვენ ჩავთვლით საჭიროდ, რომ პოზიცია ჩამოყალიბებულია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საზოგადოებას გავაცნობთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პატივისცემას ყველა კვალიფიციურ პროფესიონალ ქართველთან მიმართებაში, რომელსაც შეუძლია მცირეოდენი კი არა, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში უდიდესი წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში. კი ბატონო, ანუ ეს შეხვედრა ნიკაც იცნობს მეგობრული ურთიერთობა, მეც ვიცნობ მეგობრული ურთიერთობა, შეხვედრა მქონია უამრავჯერ უკანასკნელი წლების განმავლობაში. ბატონიკა, ნახეთ, ნიკა გილაურთან შეხვედრა ბევრს ჰქონია, მათ შორის, როდესაც მთავრობის მეთაური იყო, მეც ხვდებოდი გადაღებებზე მას. ამ შეხვედრას რომ არ გულისხმობთ, თქვენ კარგად ხვდებით, არც ქუჩაში შემთხვევით შეხვედრას. გულისხმობ, მისი მთავრობის მეთაურობის საკითხზე განხილვასთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა თუ არა, თუ შედგა მისგან პასუხსელოდებით თუ არა თქო, ეს კითხვა დავსვე. არა, მაკა, რამდენჯერაც არ უნდა მკითხოთ, ის რაზეც არ არის ჩამოყალიბებული პოზიცია, ან რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და ასე პოზიცია ნიკა გილაურს აქვს ჩამოსაყალიბებელი თუ თქვენ? ისეთი როგორც იქნება. პოზიციას ნიკა გილაური აყალიბებს თუ თქვენ? საკითხი, მე ვისურვებდი, მაკა, პირდაპირ გეუბნები, ჩვენ ვისურვებდით. პარტია ახალი და ალბათ დროაც და გირჩიც და ბევრი ავის პატრიოტი ადამიანი მომავალში, რომ მომავალი ხელისუფლების წარმომადგენლობა დაკომპლექტებული იყოს ისეთი ადამიანებით, ვისაც აქვს უდიდესი გამოცდილება ქვეყნისთვის დიდი წარმატების მოტანის საქმეში.
და თუ ეს იქნება მომავალში ნიკა, თუ იქნება მაკა, თუ იქნება ალეკო და ნებისმიერი სხვა მხოლოდ გამიხარდება, მაგრამ რაზეც არა მაქვს პასუხი, იმიტომ რომ არ არსებობს ეს პასუხი. ახლა მერვეჯერ მეკითხებით და უბრალოდ მიკვირს. კი ბატონო. ხო, როცა მექნება და გვექნება პასუხი, არ ამგონია რომ აქ იყოს რამე სათაკილო, ამ ბატონიკა, უბრალოდ სიამაყით გავაკეთებთ ამ გაცხადებას, სიამაყით გავაკეთებთ ამ გაცხადებას, ამის თქმის შესაძლებლობა რომ გქონდეთ ჩვენ ახლა, რომ ადამიანი ასეთი გამოცდილი, კვალიფიციური ერთვება აქვს სურვილი პროცესებში ჩაერთოს, თქვენს ეთერში ხო სიამაყით განვაცხადებდი, მაგრამ რის თქმა არ შემიძლია როგორ ვიქნათ, აი უბრალოდ კი ბატონო, მისი პასუხი არ გაქვთ ჯერ და ამიტომ ვერ მპასუხობთ, თუ შეთავაზება არც გაგიკეთებიათ. არა, მაკა მე საუბრობ იმას, რაც ვიცი და რისი თქმაც სურს. არ გაგიკეთებიათ? რისი თქმაც სურს, აი ამ პასუხს გცემთ ახლა თქვენ და ახსენით დეტალურად, რატომ შემოვიფარგლები ასე მოკლედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას. არ მპასუხობთ და უბრალოდ ამიტომ მიწევს რამდენჯერმე ერთი და იგივე კითხვის სხვადასხვა ფორმით გამეორება. მარტივად ბატონიკა, მარტივად შევთავაზეთ და პასუხს ველოდები, ან არ შევთავაზებია და პასუხს ვერ დაველოდები. აი ეს არის მარტივი პასუხი. ბედნიერი ვიქნები და კმაყოფილი ვიქნები ამის თქვის შესაძლებლობა რომ გქონდეს. კარგით. პირდაპირ გეუბნებით. კარგით. და ვინც აი ახლა თქვენ ეს ინფორმაცია მოგაწოდათ, თვითონ ეს არის ნომერი პირველი აქტუალური საკითხი პარტია ახალისთვის, გირჩისთვის და დროასთვის. ნომერ პირველი. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვია. ნომერ პირველია თუ არა, ბევრი საკითხი არის მნიშვნელოვანი. არ არის მეასე ხარისხოვანი. იმიტომ რომ საუბრობთ თავრობის დაკომპლექტებაზე და ამდივად როგორ შეიძლება იყოს თავრობის დაკომპლექტება ხდება ქართველი ხალხის მიერ. ჩვენ რა წლის შევიტან და რა მოკლედ ადამიანების ჯგუფს შევთავაზებთ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ნაწილია მთლიანი სპექტრი საზოგადოებას. კი ბატონო. ხო, ეს სხვა საკითხია ბუნებრივი, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი საბოლოო ჯამში ეს არ იქნება ამორჩევლის გადასაწყვეტი. ამორჩევლის, რომელსაც კანდიდატი თქვენ უნდა შესთავაზოს. რაც შეეხება ინფორმაციის მომწადებელს, თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ წყაროების და ინფორმაციის პრობლემა მე არ მაქვს. ქარტიიდან გამომდინარე მაკა შედგა ერთობის ქარტია, ხომ? რომლის სულის ჩამდგმელი სხვებთან იყო, მაგრამ ძირითადი რა თქმა უნდა ქალბატონი ზურაბიშვილი, ხომ? იქ ერთ-ერთი პუნქტი შეგახსენებთ, რას დაეთმო, რომ მომდევნო ხელისუფლება გარდამავალ ეტაპზე განსაკუთრებით უნდა იყოს წარმოდგენილი და დაკომპლექტებული, უკეთეს შემთხვევაში უნდა იყოს დაკომპლექტებული, წარმოდგენილი კვალიფიციური კადრების მიერ და სასურველი იქნებოდა რომ პოლიტიკურ ფიგურანტებთან ერთად, რომლებიც აქტიური მოქმედი პოლიტიკოსები არიან, იქნებიან ასევე კვალიფიციური პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული. თუ ეს ჩვენ მოვახერხეთ ოპოზიციურმა სპექტრმა მისმა ნაწილმა, ხო, გაგვიხარდება სულისკვეთება ქარტიის, ხო, ეს არის დღევანდელი ჩვენი ერთობა კვალიფიციურ კადრთან შეთავაზება თქვენი მხრიდან იყო თუ არ იყო თქო? მარტივი კი იყო პასუხი ამაზე, ან კი ან არა. კარგი, მადლობა. ეხლა რისი თქმაც სურს და რის გავიგე ბატონიკა. ვარ მზად იმას გიპასუხებთ ეხლა. ვინც თქვენ კონკურსში გიკარნახათ და ბატონიკა, ერთი რამ მინდა დაუსვით ეს კითხვა. ერთი რამ მინდა გითხრათ. ხო, არა, საიდრამად ვიღაცა ბატონიკა, ვიღაცა ხო გითხრათ მაკა ის რომ ორხმაში ვერ ვისაუბრებ ბატონიკა. 15-ჯერ ბატონიკა, ორხმაში ვერაფრით ვერ ვისაუბრებთ. მარტივად ვიღაცამ ხომ გითხრათ და დამასრულებინებთ. მოხარული ვიქნებოდი რომ ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემის შესაძლებლობა მქონოდა. ბატონიკა, ვიღაცამ ხო გითხრათ თუნდაც ქუჩაში გამლელმა ხალბატონმა ლამარა სესიაშვილმა ხო გითხრათ ვიღაცა ხო გითხრათ. ბატონიკა, შეგიძლიათ რადგან კითხვას მისვამთ პასუხით დაგიბრუნოთ? ვიღაცას როგორც თქვენ ასე უწოდებთ, ეს ერთი ვინც გითხრა, პირველი ამ წყაროებთან დაკავშირებით ჩვენ რომ პრობლემა არ გვაქვს, ეს თქვენ ყველაზე კარგად უნდა იცოდეთ, მე მაინც შეგახსენებთ და მეორე, ანუ რისი თქმა გინდათ, რომ ყურში თუ არ მიკარნახეს, ვერ გკითხავთ? არა, ნუ ვიღაც წყარო ხო არსებობს ეს კითხვა. როდიდან გაგიჩნდათ ჩვენს წყაროებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ბატონიკა? არა, იმიტომ რომ გეგონება თქვენ ისეთ შეკითხვას მისმევთ, რაზეც პასუხის გაცემა
არის უხერხული რომ კონდეს არა, მგონია რომ თქვენგან არის ახლა უხერხული ამ ჟანრში საუბარი, მგონია რომ თქვენგან არის უხერხული პირველი ყურში თუ არ მიკარნახეს რომ ფიქრობთ რომ კითხვა არ შემეძლია დაგისვათ ეს ერთი და მეორე გულისხმობ ინფორმაციის წყარო ხო არსებობს ეხლა როდიდან აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი ინფორმაციის წყაროებს ბატონო ნიკა წარმოდგენა ხო არ არის უბრალოდ თეორიული რომ შეიძლება ასეთი საუბარი გქონო და ვიღაცა ხო არსებობს თქვენი წყარო ან რომელიღაცა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია ან მისი ლიდერი ან გამლელი ქუჩაში ან თანამშრომელი ან ოჯახის წევრი მეც ასე ვიგებ ახალი ცნობების შესახებ დღის განმავლობაში ხო ხვალას დღეს მაგალითად რაღაცა საკითხების გარშემო მეგობარმა ჩამაყენა საფუძვლში ან Facebook-ზე ბატონო ნიკა მარტივი კითხვა დაგისვით ესეც რთული შესათანხმებელი პასუხი ხომ არ არის რომ უნდა შეათანხმოთ პოლიტიკურ თანამებრძოლებთან მარტივად კითხეთ როდიდან გაგიჩნდათ კითხვის ნიშნები მე არ მესმის თქვენი მაკა ალბათ იგივე შეკითხვას ვისმენთ ახლაც კითხვის ნიშნები იმედი მაქვს ნიკა მელიას დავუკავშირდებით ისევ ასეთ პოლიტიკურ დებატებს ბატონო ნიკა გესმით ახლა ჩემი ხმა ახლა მესმის დიახ იცით რა მაინტერესებს ესეც პოლიტიკურ პარტნიორებთან შესათანხმებელი კითხვა არ არის რომ პასუხი შეათანხმოთ და მაინტერესებს როდიდან და გაგიჩნდათ კითხვის ნიშნები ჩვენს წყაროებთან დაკავშირებით და ასევე როდის შეგექმნათ შთაბეჭდილება იმის შესახებ რომ მე კითხვის ყურში კარნახი მჭირდება თქვენ რომ კითხვათ დაგისვათ წარმოუდგენელია 15 ჯერ ხო შეიძლება 4 ჯერ დამისვათ 15-დან რამდენჯერ მიპასუხეთ ბატონო ნიკა 15 ჯერ გიპას და კიდე 15 ჯერაც რომ დამისვათ იგივე პასუხს გაგცემთ კი ბატონო მე არ მეჩქარება მედიის და საზოგადოების მარტივად გეუბნებით მედიის და საზოგადოების ინტერესის საგანია მათ შორის საზოგადოების ინტერესის საგანი მიუთუმეტეს რომ თქვენ ფიქრობთ რომ ასე არ არის ვინ იქნება ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი არსებული ინფორმაციით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვერ დაგეთანხმებოდით რომ კონკრეტულ ადამიანთან ვისთან დაკავშირებითაც გეკითხებით საზოგადოების მთავარი ინტერესის სფერო ახლა არის ეს მაგრამ რა თქმა უნდა უინტერესო არ იქნება და ვერ იქნება განსაკუთრებით მედიისთვის თუმცა როდესაც ამისთვის მოქალაქეებისთვისაც ბატონო ნიკა იქნება პოზიციები ჩამოყალიბებ და რატომ უნდა გითხრათ მაკა მოლაპარაკებები მიმდინარეობს თუ არ მიმდინარეობს კარგით არ მითხრათ ბატონო ნიკა ნუ გვეჭხუბებით მე არ ვთვლი საჭიროდ რომ ეს უნდა გითხრათ კი ბატონო არ გითხრათ თუ უბრალოდ ვცდილობ აგიხსნათ რომ რისი თქმაც მსურს დაკითხვაზე ხომ არა ვარ რისი თქმაც მსურს კარგით ბატონო ნიკა მეტიც რომ მქონდეს შესაძლებლობა რომ თქმისა რომ ბატონი გილაური ბატონი სხვა რომელიმე წარმატებული ქართველი ეკონომისტი ფინანსისტი არ ვიცი არქეოლოგი იქნება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული მხოლოდ გამიხარდებოდა ნუ ნერვიულობთ ბატონო ნიკა წინ ისედაც ბევრი სანერვიულოა რთული არჩევნებია ეს სანერვიულო საკითხი არ არის ამიტომ ნუ ინერვიულებთ მე აღარ წაგართმევთ თქვენს ძვირფას დროს მე-16 აღარ გითხოვთ იმიტომ რომ პასუხს ნერვიულობა არ არის ჩემთვის დამახასიათებელი და განსაკუთრებით პირდაპირ ეთერში და მე მგონი არაერთხელ მეც და ჩემს მეგობრებს დაგვიდასტურებია და ამიტომ ნერვიულობის არ მგონია მე რამე მეტყობოდეს უბრალოდ მე გაკვირვებას ვერ ვალავ რასთან დაკავშირებით რომ კითხვები არსებობს ამასთან დაკავშირებით პასუხები ხო არ იცვლება ჩემი პასუხები ხო არ იცვლება მაგრამ თუ არ ნებათ რომ სხვა საკითხებზე მე ვისაუბრო კი ბატონო ბოლო კითხვა იყო ბატონო ნიკა დიდი ხნის წინ უნდა დაგვშვიდობოდით ბოლო კითხვა დაგისვით ეს კითხვა იქამდე სხვა საკითხებზე თქვენ მოახერხეთ საუბარი როგორც პოლიტიკური პარტიის გეგმებზე ასევე იმაზე როგორი იქნება თქვენი საარჩევნო სტრატეგია ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკასა და მის სირთულეებზე ბოლო კითხვა იყო მთავრობის მეთაურთან დაკავშირებით მიმდინარეობდა თუ არა მოლაპარაკებები ქონდა ყავდათ თუ არა შერჩეული კონკრეტული კანდიდატი რაც ცოტა სანერვიულო აღმოჩნდა ან გასაფრაზებელი თქვენთვის მადლობა თქვენი დროისთვის მადლობა თქვენი დროისთვის წარმატებები და თქვენც ასევე ალბათ საზოგადოება ერთად გავიგებთ ვის კანდიდატურაზე შეჩერდება ოპოზიცია და იქნება თუ არა ნიკა გილაური ერთ-ერთი ვისთანაც დაიწყება მოლაპარაკებები ძალიან დიდი დრო წაიღო ნიკა მელიასთან საუბარმა ამიტომ პირდაპირ სტუდიაში უნდა გადმოვინაცვლოთ